რეალურად ოპოზიციონერი მოადგილის არსებობა პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ იყო შარლ მიშელის დოკუმენტის ნაწილი, ანუ შეთანხმება. მიზეზი ჰქონდა იმას, რატომაც შემოიტანეს ეს ნორმა, მაშინ რატომაც გაიცა ეს რეკომენდაცია და ეს მიზეზი იყო ძალთა ბალანსი. იმიტომ რომ ვინაიდან ცესკოს მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვები, არსებობდა განსაკუთრებით იმ პერიოდში 20 წლის პოლიტიკური კრიზისის დროს, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ცესკოს მიმართ არსებულიყო გარკვეული ნდობა, განსაკუთრებით საზოგადოების მხრიდან, ოპოზიციური ნაწილის მხრიდან და ამიტომ ჩაიდო, ეს იყო ლოგიკა რეალურად ამ ყველაფერში. შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობა ამის მიხედვით, მაგრამ ეხლა ვხედავთ, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი არის, თუმცა რეალურად სიტუაცია იგივეა. კვლავ არ არსებობს ნდობა ცესკოს მიმართ, როგორც ხედავთ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ანუ არსებითი გაუმჯობესება ამ მდგომარეობას არ ჰქონია და არ უპოვია, ხო, რეალურად. ამიტომ ამ ნაწილის გაუქმება და ოპოზიციური მოადგილის ამოღება ამ შეთანხმებიდან რეალურად არ ემსახურება რაიმე უფრო ქმედით მიზანს, პირიქით ალბათ კიდევ უფრო მეტად ესე ვთქვათ, ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს იმისთვის, რომ ეს ნდობა გაიმყაროს ცესკოს მიმართ. ბატონო, ცესკოს თავმჯდომარეს ყავს პროფესიული ნიშნით არჩეული თავმჯდომარეც და მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ თქვათ რაიმე გადაუდებელი აუცილებლობისას, თქვათ მისი ფუნქციები შეიძლება გადასულიყო ოპოზიციის მიერ დანიშნულ მოადგილეზე, ხო? და ეს იყო მთავარი კრიტიკა სწორედ აი ამ ჩანაწერის კოდექსში. თუმცა რამდენად იყო შესაძლებელი, რომ იმგვარად შეცვლილიყო კანონი, რომ აი ეს ფუნქციები გადასულიყო არა ოპოზიციის მიერ დანიშნულ მოადგილეზე, არამედ პროფესიული ნიშნით არჩეულ მოადგილეზე და ოპოზიციის კვოტით დანიშნული მოადგილეს დარჩენილიყო თანამდებობაზე. ცხადია, ესეთი ბევრი ვარიაცია შეიძლება არსებობდეს, რომ შეიძლებაოდეს მაგალითად ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის რაღაც შეთანხმების მიღწევა, ისე რომ თქვათ რაღაც არ დაზარალდეს. ცხადია, ეს შეიძლება რეალობა ყოფილიყო, თუმცა კიდევ ერთხელ ამ ყველაფერში ჩნდება პოლიტიკური ნება, ხომ? პოლიტიკური ნება ამჯერად მიმართული იყო საერთოდ ამოღებაზე ამ პოზიციის და არა რაიმე კომპრომისზე. კომპრომისების ზოგადად არსებობასაც გამოვრიცხავთ ხოლმე მმართველ პარტიასთან კომუნიკაციაში ნებისმიერ საკითხზე, განსაკუთრებით არჩევნებზე. კი ბატონო, ნანუკა შარლ მიშელის შეთანხმება ახსენე და სწორედ შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო ისიც, რომ ცესკოს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების ასარჩევად, მოკლედ პარლამენტში საჭირო ყოფილიყო 100 დეპუტატის მხარდაჭერა, ნაცვლად უბრალო უმრავლესობისა 76 დეპუტატისა, ხო? ამ ცვლილებებით ეს ჩანაწერიც იცვლება და 100 დეპუტატის მხარდაჭერა აღარ იქნება. საჭირო 5 წლის ვადით უკვე შესაძლებელი იქნება, რომ უბრალო უმრავლესობითაც გამწესდნენ 5 წლიან თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები. რას ცვლის ეს საარჩევნო პროცესში? ეს ცვლის ძალიან ბევრ რამეს. რეალურად დღეს ჩვენ რა შედეგიც მივიღეთ, არის ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე, ანუ ფაქტობრივად ცესკო არის ის ორგანიზაცია, ის ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ადმინისტრირებაზე. იმაზე, რომ ამომრჩეველმა დამოუკიდებლად, ანუ კომფორტულად იგრძნოს თავი იმისთვის, რომ მისცეს ხმა არჩევნების დღეს. აი სწორედ ამ ინსტიტუტზე ვსაუბრობთ, როდესაც საუბარია თავმჯდომარეზე, წევრებზე, ანუ ეს ადამიანები წყვეტენ რეალურად აი ამ პროცესების დამოუკიდებლობის საკითხს და თავისუფლების საკითხს. ისინი არიან ამის გარანტორები. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ადამიანი იყოს ფართო კონსენსუსით არჩეული პარლამენტში. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? გამომდინარეობს იქიდან, რომ სწორედ პარლამენტში არის ხალხის წარმომადგენლობა, ხომ? ანუ რეალურად ხალხმა გადასცა მანდატი ამ ადამიანებს იმისთვის, რომ აირჩიონ ესეთი პირი. 100 ხმით ამ ადამიანების არჩევა გარანტიას იძლეოდა ოპოზიციას და მმართველ პარტიას შორის კონსენსუსის მიღწევის. დღეს უკვე ეს არ არის, ეს ერთ პარტიის ხელში გადადის, ანუ ფაქტობრივად 76 ხმა თავისუფლად აქვს ქართულ ოცნებას, ამიტომ მას შეიძლება ნებისმიერ ისეთი პირი დანიშნოს ამ თანამდებობაზე, რომელიც მას მოესურვება და მისთვის იქნება მისაღები. აი ეს რო წარმოვიდგინოთ, ფაქტობრივად მნიშვნელობა არ ექნება, უკმაყოფილო იქნება ამაზე ოპოზიცია, შეიძლება საზოგადოება იყოს თლიანად უკმაყოფილო კონსენსუსი შედგა საზოგადოებრივი, რომ მათ არ უნდათ ესეთი ადამიანი, კონკრეტული ადამიანის დანიშნა ცესკოს თავმჯდომარედ ან წევრად. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ექნება ამას, რადგან ქართულ ოცნებას, ანუ ოპოზიციას აღარ ექნება საშუალება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს პარლამენტში ქართული ოცნების ნებას და მის მიერ დანიშნულ პირებს.
კი ბატონო, ნანუკა საარჩევნო წელია, ხო, რამდენიმე თვეში უკვე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარება მოუწევს საარჩევნო ადმინისტრაციას. თქვენი ორგანიზაცია საარჩევნო პერიოდშიც და არასაარჩევნო პერიოდშიც აკვირდება იქ მიმდინარე პროცესებს. რას მიიჩნევთ თქვენ როგორც ამ საკითხზე მომუშავე ექსპერტი ახლა მთავარ გამოწვევას? ბევრი რაღაცა არის რეალურად ამ წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოწვევა. თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რასაც გამოვყოფთ. ერთი მაგალითად ეს არის ელექტრონული არჩევნები, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები. აქვე მინდა რომ მაყურებელს არაერიოს ეს მაგალითად იმეილით ხმის მიცემაში ან ასე შემდეგ. ამას ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს არის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება. ანუ რეალურად ისევ მიდიხართ უბანზე, ისევ აძლევთ ხმას, არის ბიულეტენი, იყენებთ კალამს, თუმცა შემოხაზვის ნაცვლად უკვე გაფერადება არის რგოლის და ეს არ უნდა შეგვეშალოს, თუმცა შემდეგ უკვე ხმის მიცემა უშუალოდ ხდება აპარატების მეშვეობით. ზოგადად ეს პროცედურა არის საკმაოდ მარტივი, მაგრამ ბევრი რაღაცის დაზღვევა არის საჭირო. გამოწვევა რა შემდგომარეობს? ხმის ფარულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს რა თქმა უნდა ბევრი რაღაც შეიძლება დაიზღვეს, თუმცა მაგალითად ხშირია შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველი იბნება და თვითონ აფრიალებს მაგალითად აი ამ ბიულეტენს. ხშირია შემთხვევა, შეიძლება იყოს შემთხვევა, ანუ მოწყვლად იხდება ბიულეტენი თვითონ კომისიის წევრის მიერ დანახვისგან. შეიძლება ხარვეზი იყოს აპარატურაში და შეფერხდეს მუშაობა და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რაღაც ნიუანსი არის, რომელიც მომავალში, ანუ რეალურად 20-30 წლის არჩევნებში გაირკვევა, ესე ვთქვათ და აღმოჩნდება ჩვენთვის უფრო ნათელი. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე დეზინფორმაციას, რაც დღეს ვრცელდება, იმას რომ ხმის ფარულობა თითქოს აპარატების გამოყენებით იქნება დარღვეული და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ამომრჩეველი მივიდეს უბანზე იმის შიშის გარეშე რომ მათ ხმას ვიღაცა გაიგებს ეს მათი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი 2024 წელს. ნანუკა მოასწრებს საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამისად ინფორმირებას ამომრჩევლობის, იმიტომ რომ დაახლოებით 3000-ზე მეტი უბანი იხსნება ხოლმე მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი არჩევნების დროს და შესაბამისად ძალიან ბევრ ამომრჩეველზე არის საუბარი. აი, სწორედ დეზინფორმაცია რადგან ახსენეთ, რამდენად არის მოსწრებადი, ვთქვათ, სათანადო ინფორმირება. სწორი კითხვა არის ნამდვილად, რადგან დღესდღეობით არსებობს უფრო დიდი უბნებიც, ანუ გაზრდილი უბნები, გაერთიანებული არსებობს პატარა უბნებიც და ფაქტობრივად ამ ადამიანების ასე ვთქვათ ინფორმირება ასევე არსებობს 10%, რომელიც ჩვეულებრივი გზით აძლევს ხმას. ანუ არ მისცემს ხმას ელექტრონული ტექნოლოგიებით, არამედ ჩვეულებრივი ხმით, ჩვეულებრივი პროცედურით. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ცალკე გამიზნული კამპანია დაჭირდებათ იმისთვის, რომ იცოდნენ, რომ ისინი არ იყენებენ ტექნოლოგიებს. ხო, რეალურად ეს რეკლამები გავა ყველგან, ამიტომ მათ შეიძლება ეს არასწორი აღქმა ქონდეთ. ძალიან დიდი ტერიტორია არის დასაფარი. დღეს ვიცით, რომ CESCO ამ მიმართულებით მუშაობს, თუმცა რეგიონებში და სოფლებში განსაკუთრებით არის ძალიან დიდი პრობლემა ამის. იქ არ არის მსგავსი საშუალება, რომ თქვათ მეტროში დადგეს CESCO-s წარმომადგენელი და მიიტანოს აპარატურა, ხო? ანუ არ არის საშუალება იმის, რომ ხმა მიაწვდინონ ამ ხალხს, ამიტომ ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, რადგან სწორედ ეს ადამიანები წყვეტენ ხოლმე ხანდახან სწორედ არჩევნების ბედს. გასაგებია. ნანუკა საარჩევნო საკითხებზე მომუშავება ორგანიზაციები ხშირად საუბრობთ ხოლმე საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველთა უფლებებზეც და წელსაც რამდენჯერმე დაისვა ეს საკითხი. ამ შემთხვევაში რა ბარიერებს აწყდებიან ამომრჩევლები საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რა ბარიერებია იმისთვის, რომ ისინი სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო პროცესში? სამწუხაროდ თუ ისინი არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აღრიცხვაზე, ან თუ ისინი არ დარეგისტრირდებიან საუბნოს იქვე საზღვარგარეთ მყოფ საუბნოს საარჩევნო კომისიაში, მაშინ მათ არ ექნებათ საშუალება რომ მისცენ ხმა. თუმცა პრობლემებს რასაც ისინი აწყდებიან, ანუ რეალურად ამის გადაწყვეტა შეიძლება თუ ისინი 30 დღით ადრე დარეგისტრირდებიან და იქნებიან საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა ეს პრობლემას არ წყვეტს. შეიძლება დღევანდელი კანონმდებლობით საკონსულო საარჩევნო უბანი იხსნება მხოლოდ წარმომადგენლობის ტერიტორიაზე. ანუ სხვაგან და ჩვენ გამოვითხოვეთ კიდეც ინფორმაცია CESCO-დან, ასევე სხვადასხვა შეხვედრებს დავესწარით და ასე შემდეგ და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც ვნახეთ, რომ ისინი არ აპირებენ ამ წესის შეცვლას, ანუ რეალურად ის ფაქტი, რომ შეიძლება უფრო შემჭიდროვებულ ადგილას სხვაგან ცხოვრობდნენ ქართველები, არ წყვეტს იმას, რომ უბანი გაიხსნას იმ ტერიტორიაზე,
უბნები იხსნება ტრადიციულად მხოლოდ საკონსულოს ტერიტორიაზე, რომელიც იმყოფება უფრო დიდ ქალაქებში ან დედაქალაქებში ან ასე შემდეგ. რეკომენდაცია რა არის? თქვათ, რამდენი ამომრჩეველზე უნდა იხსნებოდეს უბანი, იმიტომ რომ ესაც ხო რაღაც გონივრულ ოდენობას ეფუძნება. ნუ კანონმდებლობაში მოცემული 50-დან 3000-მდე ის რომელიც ხო, თუმცა რეალურად ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ ხალხის ინფორმირება. მაქსიმალურად მოხდეს ამ ხალხის ინფორმირება, რომ ისინი უნდა ავიდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, იმიტომ რომ მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ და ამასთანავე უნდა შეიცვალოს ეს პრაქტიკა. უნდა აუცილებლად მოხდეს ესეთი უბნების გახსნა, გამოიყოს რამენაირად სახსრები და ამაზე CSKO-ს თავმჯდომარემაც განაცხადა და თქვა, რომ თუ იქნება შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში და თანხა გამოყოფილი ამისთვის, არ იქნება არანაირი პრობლემა, რომ ეს დამატებითი უბნები გაიხსნას და მოხდეს ამომრჩევლის უფლების დაცვა რეალურად, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ.